თბილისის მერი კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზრალებულ მოსახლეობას საცხოვრებელ ბინებს გადასცემს. პირდაპირ ეთერში ვრთავთ ღონისძიებას. გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმები თბილისის ვიცე-მერს, მივესალმები ჩემს მოადგილეებს, საკრებულოს წევრებს, პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას ყველას. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ დღეს აქ მობრძანებისთვის. დღეს 2026 წლის 24 თებერვალია. ეს თარიღი შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს იგი იმ 60 თბილისელი ოჯახისთვის, ვისაც მამების, დედების, ბებია-ბაბუების მიერ ჩადებული ინვესტიცია დღეს საცხოვრებელი ბინების სახით დაუბრუნდება. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაწყებული პრობლემა, რომლის უკან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ათასობით ოჯახი იდგა, ყველას გადაუჭრელი პრობლემა ეგონა. მე მახსოვს პირველი შეხვედრა. ეს იყო 2017 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდი, როდესაც შევხვდი ამ ოჯახებს, მათ გვითხრეს თავიანთი პრობლემა. ჩვენ რა თქმა უნდა მათ დავპირდით, რომ დავიწყებდით საქმის შესწავლას და მოუძებნიდით გზებს, რათა მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა, რომელიც რამოდენიმე ათეულ წელს ითვლიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველივე დღიდან 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი დავიწყეთ მუშაობა აღნიშნულ საკითხზე და ჩვენ ჩემს გუნდთან ერთად შევძელით და სიხარული მოუტანეთ უკვე 2500-ზე მეტ დაზარალებულ ოჯახს. ასე რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია არა მხოლოდ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის, არამედ თბილისის მერიის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ რთულ პროცესში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა უთხრა ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, მადლობა უთხრა ჩემს მოადგილეებს, მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ სამსახურს, ვინც მართლაც ჩართული იყო პირველივე დღიდან ამ რთული საკითხის მოგვარებაში და მე პირადად ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენი გაკეთებული საქმეებით, გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებ უამრავ ოჯახს და სიხარული შეგაქვს უამრავი ადამიანის ოჯახში. ჩემო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიდ დიღომში, ბადენი დეველოპმენტში, სადაც საცხოვრებელი ფართი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს გადაეცემა. მინდა მადლობა გადაუხადო კომპანია ბადენი დეველოპმენტს, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე 2025 წლის ბოლოს დაასრულა. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელმაც იცის, რას ნიშნავს თითოეული წელი თუ თვე ამ ოჯახებისთვის. მთელი გულით ულოცავ ახალ მობინადრეებს, უსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ, განვითარებას, წინსვლას. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს დამატებით 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებშიც კიდევ 575 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. კიდევ 575 ოჯახს გავახარებთ. ახლა კი გადავიდეთ ჩვენი ღონისძიების ყველაზე მთავარ და საზეიმო ნაწილზე. დღეს 60 დაზარალებულ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ბინას და მინდა ვთხოვო გიორგი კობიაშვილს, ქონების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს და ინდივიდუალურად გამოვაცხადებთ სახელებით გვარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებელი ბინები გადაეცემა. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ ცხოვრებას ახალ საცხოვრებელ ბინებში. მადლობა. მოგესალმებით, შორენა პაქსაშვილი გთხოვთ. გულივე რეგაძე. მაგულის ეხნიაშვილი.
ციური გიგაური. პირდაპირ ეთერში ვუსმენდით თბილისის მერს 60-მდე ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა.